როდესაც არის კუროში გონების მმართველი პლანეტა, ხო, ესეთი ადამიანი ტოვებს ძალიან შვიდი ადამიანის დაბეჭდილებას. ის დიდხანს ფიქრობს, თქვა რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად, მას აზროვნებისთვის ჭირდება დრო. მერკური კურო ეს არის ძალიან დინჯი, მშვიდობიანი, მათ არ უყვართ სტრესი. აი, უცებ მითხარი, უცებ საქმე გააკეთე, ეს არ არის კომფორტული დრაივი მათთვის და შეიძლება ამ ადამიანმა უბრალოდ კომუნიკაცია შეწყვიტოს შენთან, ან ჩვენ გვქონდეს ამისი სრული თუ მერკური ყავს კუროში, რომ მე არ მინდა ნაჩქარები გადაწყვეტილებები, რომელიც არ ამაქვს გათვლილი, ან ნაჩქარები პასუხი მაგალითად, ხო? ეს ადამიანი ძალიან კარგად აზროვნებს, როცა არის სტაბილური მშვიდი გარემო. კურო ეს არის სიმშვიდე, ეს არის სტაბილურობა, მე მჭირდება მუშაობისთვის, მაგალითად სამუშაო გარემოსთვის, ან ნათესავებთან ურთიერთობაში, კომუნიკაციისასაც. მერკური კურო ეს არის კომუნიკაციაში რბილი ადამიანი, ჰარმონიაზე ორიენტირებული, მოთმინებით ახსავსე, მაგალითად შეიძლება კომუნიკაციაში რაღაც ცუდი უთხრა და დიდი დრო და გავიდეს, რომ ის მიხვდეს რა მოხდა, ხო, ეს არ არის ესეთ კონფლიქტურ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილებების, აი, უცებ რომ დაგიბრუნოს სიტყვა, მერკურ კუროს შეიძლება ეს გაუჭირდეს და მერე განიცდიდეს, რომ აი, ის დავაკელი, ის უნდა მეთქვა, ეს უნდა მეთქვა, ხო, გარკვეულწილად ეს პრობლემა მერკურს ახასიათებს. თუმცა სასიამოვნოები არიან ურთიერთობაში, იმ მხრივ, რომ არის მშვიდი, ხა ვისაც სიმშვიდე მოწონს, ვისაც არ მოწონს, შეიძლება იყოს დამღლელი ძალიან, ხო? მშვიდი, მისი გადაწყვეტილებები ერთხელ თუ გადაწყვიტავს, ეს ძალიან მყარი არის. ანუ თვითონ მერკური კუროსთვის აუცილებელი არის სიმყარე. აი, სიმყარად უნდა იდგეს თავის აზრებში, თავის ფიქრებში, მაგალითად, ხო? თავის გადაწყვეტილებებში, ურთიერთობებშიც მყარი უნდა იყოს. მას კომუნიკაცია არის ეს მერკური, ხო? აზროვნება არის, შეთანხმებები არის და აი შეთანხმებებში მოულოდნელობები ან დობის პრობლემა ძალიან რთულად აღიქმება მერკური კუროსთვის, იმიტომ რომ მას სტაბილურობა ჭირდება, ხო? მას ჭირდება დასაყრდენი ურთიერთობაში. ეს არის გასათვალისწინებელი. ვისაც ყავთ მერკური კურო, მაგალითად, დააჩქარებთ თქვენ თავს მერკური კუროსგან ვერ გადავაქცევთ მერკურ ვერტს ან მერკურ მორიელს, მაგალითად, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის თავინახოთ, რომ ეს ჩემი რესურსია, მას შეიძლება თავისი ნაკლი აქვს, რომ უცებ დიდ კამათში ვერ ჩაებმება და უნდა დააფასოს ის რა რესურსი აქვს, რომ ის არ გადათქვამს თუ ერთხელ რაღაც გათქვა, ანუ ყარები არიან, სანდოები არიან მერკური კუროები, მაგალითად და მათი სიტყვა შეიძლება სანდო იყოს ასე თუ ისე და აი აქ შეიძლება